ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. მისი მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. ბანაკის პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებს და უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური პასუხისმგებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებას. ყვარლის ბანაკი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით დაიწყო ახალგაზრდული ბანაკები ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს და მათ შეუძლიათ მიიღონ მათთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია ისეთი თემატური მიმართულებებით, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ფილოსოფია, პოლიტიკური იდეოლოგიები, ვინაიდან ბანაკის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში სხვადასხვა კომპეტენციების განვითარება და მათი ცნობიერების ამაღლება. პირველად ორ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილე, სადაც ჩავერთე უამრავ სპორტულ აქტივობაში, ეს ყველაფერი დამრჩა სასიამოვნო მოგონებად და ამასთან ერთად შევიძინე ახალი